დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. გონორეა. გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია. ის აზიანებს როგორც მამაკაცების, ისე ქალების სასქესო ორგანოებს, სწორ ნაწლავსა და ყელს. იშვიათ შემთხვევებში გონორეამ შეიძლება დააზიანოს თვალები, კანი, სახსრები და სხვა ორგანოებიც. გონორეა გადადის დაუცველი სქესობრივი კავშირის ვაგინალური, ანალური, ორალური დროს ინფიცირებულ პარტნიორთან. ორსულობის დროს ინფიცირებულ დედას შეუძლია დაავადება გადასდოს ახალშობილს მშობიარობისას. გონორეის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს სქესის და ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით. ხშირად გონორეა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქალებში. მამაკაცებში. წვა შარდვის დროს. ჩირქოვანი გამონადენი პენისიდან, მოყვითალო, მომწვანო ან თეთრი. სათესლი ჯირკვლების ტკივილი ან შეშუპება, იშვიათად. ქალებში. წვა შარდვის დროს. ჭარბი ვაგინალური გამონადენი, მოყვითალო, მომწვანო ან თეთრი. სისხლდენა მენსტრუალურ ციკლებს შორის. ტკივილი მუცლის ქვედა არეში. სწორი ნაწლავის ინფექცია როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ქავილი ანუსის არეში. ტკივილი დეფეკაციის დროს. გამონადენი სწორი ნაწლავიდან. სისხლდენა სწორი ნაწლავიდან. ყელის ინფექცია როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ყელის ტკივილი. ყლაპვის გაძნელება. ხმის ჩახლეჩა. თვალის ინფექცია, იშვიათად. თვალის ტკივილი. სინათლის შიში. ჩირქოვანი გამონადენი თვალიდან. გონორეის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ლაბორატორიული ტესტები. ექიმი იღებს ნაცხს დაზიანებული ადგილიდან, საშოდან, საშვილოსნოს ყელიდან, პენისიდან, სწორი ნაწლავიდან, ყელიდან ან შარდის ნიმუშს. ნაცხის გამოკვლევა ხდება მიკროსკოპით ან კულტურის მეთოდით, ბაქტერიის გაზრდა სპეციალურ გარემოში. ასევე გამოიყენება მოლეკულური ტესტები, როგორიცაა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და შეუძლია გონორეის დმის აღმოჩენა მცირე რაოდენობით მასალაშიც კი. დაავადების სამკურნალო მედიკამენტები და საშუალებები. გონორეა ikურნება ანტიბიოტიკებით. ცეფტრიაქსონი, ინექცია კუნჩი, ერთჯერადად, პლუს. აზითრომიცინი, პერორალურად, ანუ დასალევად ერთჯერადად. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა მიიღოს ორივე სქესობრივმა პარტნიორმა, რათა თავიდან აიცილონ ხელახალი ინფიცირება. მკურნალობის დასრულების შემდეგ რეკომენდებულია განმეორებითი ტესტირება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ინფექცია სრულად განადგურდა. რჩევები. უსაფრთხო სექსი, გამოიყენეთ პრეზერვატივი ყოველთვის, როდესაც გაქვთ სქესობრივი კავშირი, ვაგინალური, ანალური, ორალური. რეგულარული ტესტირება, თუ ხართ სქესობრივად აქტიური, რეგულარულად ჩაიტარეთ ტესტირება, მათ შორის გონორეაზე. პარტნიორების ინფორმირება, თუ დაგიდგინდათ გონორეა, აცნობეთ თქვენს სქესობრივ პარტნიორებს, რათა მათაც ჩაიტარონ ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა. თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან, მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გონორეისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ან გაქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა ინფიცირებული იყოთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არ იმკურნალოთ თვითნებურად ანტიბიოტიკებით. გახსოვდეთ, რომ გონორეა განკურნებადია, მაგრამ უმკურნალებელმა გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორიცაა უშვილობა, ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში, ორსულობის გართულებები და ასე შემდეგ. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.